Taira Maglakelidze და Anastassia Janiashvili. Anastassia Janiashvili. Taira Maglakelidze. Asaki bავშვებო? 10 წლის. Აი, მაინც გიორგი მაჯობა. 10 და 11 წელი. ნათესავი ვიხართ? არა. აბა მეგობრები. დიახ. მაგარი. რატო უნდა დასვა ეს კითხვა? ნათესავები რო არიან? მაგლაკელზე და სწავლობ ჯანი. სკოლაში, დავდივარ სტუდია თავდაყირაში, ხო? დიახ. ორივე დადიხართ? დიახ. საინტერესოა. ჩვეულებრივად რატო გამოходით თავდაყირაში თუ დადიხართ? თავდაყირა თუ არ გამოходით? კარგი, რა გაქვს მომზადებული ბავშვები? ანეკდოტები და პაროდიას ვაკეთებ. ვის პაროდიებს აკეთებთ, აბა? უცბად. მე მარეხ თოდვას ვაკეთებ ეს. ჟიმნი მებონეს პაროდი. წითლები იმიტომ გაცია? ამდენი ბიჭი იყო და ის გამოდის და მე ვაკეთებ ჟიმნი პაროდიას. საინტერესოა. დავით აკუბარდიას პაროდიას და გირსე ხარულის. რამდენი გინდათ რომ მოიგოთ? აუ, არ თქვათ რა. აი, რომ მოიგებთ მერე არა, ამათ უნდა დაახლოებით ესენი 200 ლარი უნდათ. ხო, არა 200 გაჩერდა. 200 ლარი უნდათ. ხო. რა ვიცი, დავიწყოთ კი ბატონო. შეგვიძლია. წესები, რა თქმა უნდა, ხო. მაშინ წარმატებები 1, 2 და 3. მაგალითები არასწორად გაქვს ამოხსნილი. ხვალ მშობლებს მოიყვანს სკოლაში. მშობლები რად გინდა მას ვერ ძიმათ ამოხსნეს. მამაშვილს პლანს ეწევი არა, ჩიტმა მომიტანა ამბავი. დაიცატო ჩიტს შენ დაელაპარაკე და მე ვეწევი პლანს. აიღე კრედიტი? არ მომცეს გრაფა. შემოსავალში რა ჩაწერე? 4-5 მობილური თვეში. კინოთეატრში როგორ შედიხარ უბილეთოთ? კონტროლიორი სვანია და უკან შევდივარ ხოლმე, იმას გონია რომ გამოვდივარ. ვანო ჯავახიშვილს სიმხელა თავი აქვს, სადაც არ უნდა წავდეს თავის ცოლი ყველგანი პოვის. სანს ორმოში ჩავარდება ლარიანი და 50 ლარიანს იპოვის. იმ 50 ლარიან ესეც ვიცოდი ახლა მე ეს ინტერესო წერია, მაგრამ ახლა რატო ვაკვირდები? რატოა ვანო ჯავახიშვილს ასეთ დიდი თავი ერთი ვინმე მითხრას? სოლი მარტივად პოულობს თუ როგორ? ხო, ყველგანი პოვის, სადაც არ უნდა წავიდეს. სადაც ჩანვარ. ყველგანი პოვის. შვენი 50 ლარი თქვენია ბავშვებო. პაროდიებს რატო არ აქვს? პაროდიებს არ აქვს. როგორ დამამცირეს ბავშვები? მაგიდა ბავშვებს უნდათ მაგიდა. იქნება მაგიდა. პაროდიებისთვის საჭიროა მაგიდა. ანუ ეს რა ხდებოდა ახლა თუ ის პირველ ეტაპს რომ ამით გადალახავდნენ იცოდნენ. და იცი რა მაინტერესებს? აი დაიწყეთ თუ არა, რატო გადმოფურცლეთ? რამხელა ასო წერია იქ რომ ეგრევე გადმოფურცლა და აი ეგრევე დაიწყეთ თუ არა? და გადმოფურცლეთ. რა იწერა ამხელა? რა ქენი გოგო სესხია იგე. ნუ ეგრევე მეორე ფურცლი. აქ ჟიური სარკეა თუ რა ხდება? უკან სეიფი აკლიათ ბავშვებს. ყველაფერი მზად არის. კიდე რამე ხო არ გჭირდებათ ბავშვები? არა. დავით აკუბარდიას პაროდიას გავაკეთებ. აუ რა კარგია. აბა 1, 2 და 3. ნუ ეხლა ჩემო ძვირფასო ხალხო, მე მინდა პირველ რიგში მოგეს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქართველი ხალხის პატრიოტიზმზე. არა, თქვენ გააგრძელეთ საუბარი ბატონო გუბას. მე მარეხ თოდვა. ეს თანაშემ როგორ გადავიდა უცბად? ის მორჩა? მაგიდა ორი მანქანა შემოვიდა, გადმოიტანეს დეკორაცია და ადეს დაღლილი რაღაც ხალხი გაქვს. მორჩა? შტატი შეუქმნით ხალხი მაგიდა. შტატი შეუქმნით ჩანთა და მოვიტან რა. ჩანთა და შემოიტანე. სად არის ჩანთა? ამასობაში გეტყვით რომ 100 ლარი თქვენია, გილოცავთ ეს უკვე მაგარია აპლოდისმენტები. იქნება და არ გინდა ჩანთა. არა, გჭირდება. არა, იქნება და 100 ლარზე მეტი აღარ უნდა და არა, აგრძელებენ, იმიტომ რომ ჩანთა მოაქვს. ან უნდა გონია რომ ჩაიდებს უკვე ფულს და. ჯერ ანეკდოტებს ეკავთ. კიდე ერთი წამით ერთ წუთთან გავიტანოთ ეს. გავიტანოთ, ხო. არა, კი, დაგჭირდება. კიდე ჭირდება. ეს მაგიდები არის ერთად რომ მიგვება აი თორმე რაშია საქმე. კარგი. ბავშვებო, კარგია 100 ლარი თქვენია, მაგრამ შეიძლება დავკარგოთ, მე გავხილებთ. არა, ფლისაც არ გვეშინია. 1, მოემზადეთ. 2, 3. მე მარეხ თოდვა. ეს არის თანაშემწე. მე ხომ მოგიყვებთ ანეკდოტს. ეს ანეკდოტი თუ იცით, სვანი რომ არ არის და ინესე გაიყინება?
არა. ესე იგი ხდება, სვანი მარავს და იმზე გაიყინება. ისე თუ იცით, კაცშირის სახით ყეშდა ეუნება 99 წელი მომეცით და 99 დერაბარი მას იღოთ სრეღორი კერავარო სენდო იცით? არა. იტაქსი ხდება, სვანი შირის სახით ყეშდა ეუნება 99 წელი მომეცით და 99 დერაბარი მას იღოთ სრეღორი კერავარო. ჟიმნი მებონიეს პაროდია. გამარჯობათ. ოპა. გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით ბატონო ნიკა. ვასტრასტიფრად რამხელა თავი ქონია ჩემი ძმასთან. წავიდეთ. არა. გივისი ხალხის პარტი. დაჭა. დავჭიდე. იცი რა არის, ახლოს მოდია ზემოქმედებას ახსენე. ზემოქმედებას ახსენე. თანა ჩაიციკლენ ამ თავზე კაცო. ახლოს ეს არის ზეწოლა ჩვეულებრივი. მე მგონი ხაზი უნდა გავავლოთ რომ არ შეიძლებაოდეს. ბავშვებო 200 ლარი თქვენია, გილოცავთ აპლოდისმენტები. აბა ნახოთ ახლა ჩვენი სტატისტიკა თუ სწორია. მორჩით. გავაგზავნოთ. 100 ლარი ზუსტად. ხო არა 200 ლარი სერიოზული მიღწევაა სხვათა შორის. ახლა 200 ლარზე არასულა არა. გავაგზავნოთ. აგზელეთ? აგზელე? ხედა. პრეცედენტს ქმნიან რა კარგია. წინო 900 ლარია. დარწმუნებული ვართ რომ აგზელებთ. მაშინ მე წარმატებებს გისურვებთ. 1 2 და 3. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება გივის სიხარულიძე. გთხოვთ მივესალმოთ. გამარჯობა ჩემო ძვირფასო ხალხო. მე მოგესალმებით ყველას ჩემი გული და სული თქვენთანა. თქვენ გენაცვალოთ ჩემი გივის სიხარულიძე. მე ასევე მინდა ექსპრონტად ერთი ლექსი მოგიწყვნათ. ერთი ქალი გავიცანი, ლამაზი და თვალწარმტაცი, მისი მკერდი შემხედვარი აღარ დათაბარეთ. აი თქვენ გენაცვალოთ ჩემი გივის სიხარულიძე. სვალმა შაქრის ტომას მარილი მიაწია, ჭიანჭველები არ დაესივნონო. რა არის ეს ბომბი? ხან რუსთავი ორშია, ხან იმედში, ტივიცხრაზე, ხან კი მაესტროზე. რა არის ეს ბომბია თუ ინგაგიგოლია? ახლა ცოლი მოიყვან და ვირმა ენები გადაიჭრა. ექიმო, ხელებში რას მიყურებ? ხომ გითხარი, ფეხი მტკივა მეთქი. სვალი დაფიქრდა, მოეწონა და ისევ დაფიქრდა. გიორგი, შენ რომ გიყურებ, ასე მგონია შიმშილობა დაწყებულა მეთქი. ნიკა, შენ რომ გიყურებ, კი სულ ასე მგონია, რომ შიმშილობა სულ შენი ბრალია. სვამნა ფული იპოვა, დაითვალა და გარბას დააკლია მის დედაცო. პაციენტი უფლოდ მიდის კლინიკაში. გამარჯობა, ძალიან მეწყინა მართლა. მიუხედავად იმისა, რომ ნაშიმშილავს გავარ. მაინც ძალიან მეწყინა, მინდოდა რომ 400 ლარიც მოვეგოთ. ბავშვებო, მე ხო გაგაფრთხილეთ. ზუსტად 100 ლარი იყო ზედ გამოჭირვით და ტრადიციასაც რაღაცა იქნებოდა ტრადიცია. მაგრამ თქვენ გარისკეთ. ძალიან კარგი გოგოები ხართ მართლა. რას დაამატებს ჩვენი პატივცემული? ბავშვები ძალიან კარგი ბავშვები არიან. თაირას მინდა უთხრა, ძალიან კარგი გოგო ხარ. უბრალოდ როცა ამასეთ პაროდიებს ახდე, უფრო მეტი ემოცია უნდა მისცე ხოლმე, მაგალითად გივის სიხარულიძის პაროდიას, ცოტა უფრო მეტი ცეცხლი ჭირდება, მაგრამ რასაც აკეთებს საწყის ეტაპზე კარგია. ჟიმნი მებონიაც ეგ მიმართულება იყო. აი, მარეხითოდუა მაგალითად ძალიან კარგად გააკეთე. და მე რას დავამატებ ანოს ნათქვამს. აი იქამდე ალბათ იმ სიძლიერით იყო დალაგებული, როგორაც უნდა ყოფილიყო, ასე რომ ამათ გამოსვლა, რომ დაიწყო, მერე განვითარება ქონდა და ზემოთ და ზემოთ მიდიოდა, ბოლოს ცოტა ნუ დეკორაციაც ემატებოდა და კი ბატონო, განა ბოლოს ვამბობ, რომ არ იყო ისეცა ის იმაზე ძლიერი და კარგი არ იყო, რაც იყო იმის წინ. მიხდით ხო ბავშვი? ბავშვებო, ერთი სიტყვით გელოდებით აქ. კიდევ ერთხელ გელოდებით, უფრო მომზადებული, უფრო გამოყალიბებული და არა აპლოდისმენტები თქვენ. რავაც, ნამდვილად. აქ არა გამოიძახეთ, გაიტარონ ეხა ეს.